რომელ დღეს დაეცა ადამიანი სამოთხეში? წმინდა ეფრემასური ნახეთ რას ბრძანებს? ღმერთის მოწოდებით მიწა მყისიერად აღმოაცენა. ცხოველები, მტაცებელი მხეცები, პირუტყვები, იმდენი, რამდენიც დასჭირდებოდა იმის მსახურებას, ვინც იმავე, ესე იგი მეექვსე დღესვე, გარდახდა უფლის მცნებასო, გარდავიდა, ანუ დაარღვია უფლის მცნებაო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შექმნის დღესვე გარდავიდა უფლის მცნებას, ანუ მეექვსე დღეს შეიქმნა და მეექვსე დღესვე ეცემა. დაეცა, ცოდვით. რამდენ ხანს დაჰყო ადამმა სამოთხეში, რა დროის ხანგრძლივობა? წმინდა ათანასე დიდს დაუსვეს ეს შეკითხვა. რამდენ ხანს დაჰყო ადამმა სამოთხეშიო და იგი ნახეთ რას პასუხობს, ანუ მის ეპოქაში რამდენიმე თვალსაზრისი იყო გავრცელებული და წმინდა ათანასე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, შეჯამებულ პასუხს გვთავაზობს, გვაცნობს ამ აზრებსაც და თვითონაც იზიარებს ერთ-ერთს ამ აზრთაგანს. ნახეთ, იგი ამბობს, რომ ზოგნი ამბობენ, რომ ადამმა 6 თვე დაჰყო სამოთხეშიო. ზოგნი იმას ამბობენ, რომ ცოტა უფრო მეტი ხანიო, ანუ 6 თვეზე უფრო მეტი ხანი. მესამენი ამბობენ, რომ ადამმა სამოთხეში იმდენ ხანს დაჰყო, რამდენი ხანიც დაჰყო ქრისტემ ჯვარზეო. და მე მგონიაო, ამბობს ათანასე დიდი, რომ ეს მესამე თვალსაზრისი უფრო ყველაზე ჭეშმარიტიაო. ესე იგი ათანასე დიდი იზიარებს თვალსაზრისს და ესეც იყო საყოველთაოდ აღიარებული ეს თვალსაზრისი, რომ ადამიანმა იმდენ ხანს დაჰყო სამოთხეში, რამდენ ხანსაც მაცხოვარმა დაჰყო ჯვარზე. ანუ საყოველთაოდ აღიარებული იყო ის თვალსაზრისი, რა, კერძოდ რა, რომ მცირე ხანს დაჰყო ადამიანმა სამოთხეში. ესეც ამტკიცებს იმ აზრს, რომ ადამი მეექვსე დღეს იქმნება და მეექვსე დღესვე შესწოდავს, ანუ შექმნის დღესვე დაეცემა ცოდვით ადამი, ხო? ეხლა ის დაგვრჩენია, გამოვიძიოთ, რამდენ ხანს დაჰყო მაცხოვარმა ჯვარზე. სახარებისეული თხრობები რომ შევაჯამოთ, მაცხოვარი ჯვარს აცვეს ჩვენი დროით 12 საათზე და აღესრულა ჯვარზე ჩვენი დროით 3 საათზე. ესე იგი, ჯვარცმიდან გარდაცვალებამდე 3 საათია, ხო? მაგრამ წმინდა ათანასე აღარ აკონკრეტებს, როცა ამბობს ადამმა იმდენი ხანი დაჰყო სამოთხეში, რამდენიც ქრისტემ ჯვარზეო. ნახეთ, დაკონკრეტებას არ გვაძლევს. რა დრო იგულისხმება ჯვარზე? ჯვარცმი